სიჩუმეა, არავითარი მობილური ჯგუფები, არავითარი გამგეობა, არავითარი მოკითხვა, საერთოდ არაფერი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი თავის იმედი თუ გვაქვს, მაშინ რაში გვჭირდება ვინმე, აი ესეთ სტიქიების დროსაც კი ჩვენ თუ გავუმკლავდით ან ამინდი თუ გამოსწორდა, რაში გვჭირდება ვინმე, რა გავაკეთოთ შიშველი ხელებით. შეხედეთ ამ თოვლის მთებს. რა გავაკეთო მითხარი? რაღაცა ქენით, დაორგანიზეთ ესო ხერი მობილური ჯგუფები, რაღაცა გვიშველეთ. აქ უკვე წელამდე ვეფლობი, ვერავინ ვერ ჩემოვა, ბილიქს გავთოვლავ მეთქი, მაგრამ აზრი არა აქვს უბრალოდ. ეს არის ჩემი სახლი, რომელსაც ადევზეთ ტონა თოვლი და ჭრიალებს უკვე. ხატაურის სოფელი ზენობანი. სახლში ვართ 8 ბავშვი და 12 მეუღლე. კიდევ აქ არის 8 თვის ორსული მაგაზეს მაგის სახებას დავწერე. 3 წოვანი ყავს მასაც. შესაბამისად მასაც ეგრე საჭიროებოდეს იქნება შაქარი, ზეთი, რაღაცა ბრინჯი, გეცი ხარამი, ასეთი პამპერსი მასაც პატარა ყავს. ჭიშკარი ჩემთან არ ჩანს. ჭიშკრამდე ვერ მივედი, დამალულია, დაფარულია, არ ჩანს, მარტო თავი ჭრეტი უჩანს ჭიშკარს. ამ წუთას ჩვენთან ჯერ არაფერი არა ამოსული, სხვა სოფლებიც იწვინება და შესაბამისად თქვენთანაც მოვაო და ველოდებით 10-15 ოჯახი იქნება ალბათ მოხუცით არის, ქიმიოთერაპია ჭირდება კიდე 1-28 წასასვლელია. ამ წუთას ერთადერთი რაც გვინდა ჩვენ, დავიდე სოფლიდან ბავშვებთან ერთად. ხალბატონი ციცორსულად რომ არის ისიც გასვლა სითხოს სოფლიდან რომ გავიდეთ 8 თვის ორსულს, რა ვიცი ადაჭირდება ისიც გასვლა სითხოს. საღამო მშვიდობის თუ ღამე მშვიდობის არ ვიცი, ახლა მოვდივარ ჩემი მეზობლიდან, რომელთანაც წავიღე ტელეფონები დასატენად, რომელიც გამოვართვი მეზობლებს, ასევე მარტო ჩემი ტელეფონი არ იყო, ჩემი მეზობლების ტელეფონიც. ეხლა გაჩვენებთ თოვლის საფარს, ეს არის ცენტრალური გზა, ანუ ცენტრალური გზა ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ნაკლები თოვლი არის, ანუ ყველაზე ნაკლებ სოფლში კიდე იგულისხმება მეტრა და 35 სანტიმეტრი. ჩვენ ზემოთ არის კიდევ სხვა სოფლები, ოხოჯური და 2 მეტრი და რავი, ძალიან ბევრი სოფელია, სადაც ალბათ მეტრანახევარს საგრძნობად გაცდა თოვლი, შეიძლება 2 მეტრამდე თოვლიც არის. არ ვიცი აქვს თუ არა გენერატორები, მათთან კომუნიკაცია არ მაქვს, ანუ სოფლის რაღაც ნაწილთან არ მაქვს კომუნიკაცია, არ მხვდება მათი პოსტები და არაფერი ვიცი მათ შესახებ. დიდი მადლობა ყველას, ვინც მწერს, კითხულობს, ღელავს და ფიქრობს ჩვენზე და ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეზობლებს, ადამიანებს, რომლებიც ისე აღმოჩნდა ამ ესე თქვათ უცნაურ ვითარებაში, სადაც თოვლი გადაიქცა სტიქიად, დგანან ჩვენს გვერდით და ასევე ყველაზე დიდი მადლობა ჩემს იმ მეზობელს, რომელიც ნახევარი სოფლის ტელეფონებს ტენის თავის სახლში. ხო. ამ ვიდეოს ახლა ვწერ იმისთვის, რომ გაჩვენოთ საიდან მომაქვს წყალი და რამხელა გაუყოლო თოვლში მიწევს გავლა.
შუა ცენტრში. ყავს 3 გამგებელი ჩოჩქაც. საერთო ტელეფონები გათიშულია. საბორი ხალხის არ ჩანა, ორი არ გვაქვს. შუხი არ გვაქვს. სახლები ჩასხდა, 3 სახლი უკვე ჩავარდა. ხუთები გადავიყვანეთ ერთი მეორედან ხალხმა, მე რა გადე მე ინვალიდი გაწვა. აჯარა ბაღნები. ხლები დაინგრა სახურავები. დიახ. კაროჩე მოძრაობა ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. გზები არ იწმინდება. უპურობა, უშუქობა, უწყლობა, წყალი გაგინულია. გთხოვ დაგვეხმარე. კაშუკე ტელევიზორში ბოლო ინვალიდი ხალხი ვარ. თამია 6-7 ოჯახი წინში ვარ და საერთოდ უპატრონოს რამდენი გვაქვს არ წყალი გვაქვს პური არ არსებობს. ზაგაწმენდილი არა დევიხშობი თოლში მეტროვოცი დავრეკე 112 საათი. უთხარი რომ მაშველი გეცინა ბიჭებს. მაშველი მინდა უჭირდება უთხარი. სტოპეთ. გამირეკენ მე ლესაში ვარ. ლესა ჩემგან მოცილებული არის 12 კილომეტრში. ლესაში მაშველი მე რა მინდა სკორიო მოაყოლო სკორის ხირია. შეხრიანი დიაბეტიანი ხალი გადავიყვანეთ და ლესხულა ბიჭებმა გადავიყვანეთ. დიახ, დიდთოვლობას გურიაში მსხვერპლი მოყვა სოფელ კოჭკაჩი. გარდაიცვალა მამაკაცი, იგი წინასწარი ინფორმაციით მეზობლის დახმარებას ცდილობდა, სწორედ ამ დროს ჩამოინგრა სახლი და იგი ნანგრევებში მოყვა. სოფელ კოჭკაჩი ამ დრომდე უცნობია მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც იმყოფებოდა სახლში, რომელიც დაინგრა. მოქალაქეებმა, მეზობლებმა ნახეს, რომ სახლი დაინგრა, თუმცა იქამდე ვერ მიდიან და მამაკაცის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია სოფელ ნატანებში ქალის გარდაცვალების შესახებ, თუმცა დამატებითი გარემოებები უცნობია. სოფელ შრომაში მამაკაცი ცდილობდა სახლის თოვლისაგან გაწმენდას, თუმცა იგი მაღალი სართულიდან ჩამოვარდა, მას ჰქონდა მრავლობითი დაჟეჟილობა, სხვა ტრავმები, საჭირო იყო მისი კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანა, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში ეს არ მოხერხდა და მოგვიანებით მეზობლებმა საკუთარი ძალებით გაწმინდეს გზები და საკაცით მიიყვანეს ეს ადამიანი სასწრაფო დახმარების მანქანამდე. ასეთი უამრავი ისტორიაა დღეს გურიაში. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. უამრავი სოფელია, სადაც მოხუცები არიან დარჩენილები. ადამიანებს დაუმთავრდათ საკვები პროდუქტი, დაუმთავრდათ მედიკამენტები. სახლებში დარჩენილები არიან მარტოხელა მოხუცები. რამდენიმე სოფლიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. ეს ადამიანები სასტუმროებში გადაანაწილეს, მათმა ნაწილმა კი ნათესავებში აფარა თავი. ხელისუფლების ინფორმაციით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ცენტრალური გზები იწმინდება სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ხოლო შიდა გზებზე იყრება მარილი. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით გურიის რამდენიმე სოფელში, ვიყავით შრომაში, ვიყავით სუფსაში, ნატანებში, ურეკში, გრიგოლეთში და კიდევ რამდენიმე სოფელში. ახლა ვიმყოფებით სოფელ მერიაში. მთავარი გზა თოვლისაგან არის გაწმენდილი, თუმცა მოგლეჯილია ხეები და ჩვენ რამდენიმე ადგილზე თავად შევეცადეთ, გაგვეწმინდა გზა, ხის მორები გადავიტანეთ გზის ავალი ნაწილიდან და ასე გავათავისუფლეთ გზა. ახლა ვცდილობთ ოზურგეთამდე მისვლას, თუმცა ამ წუთას ვიმყოფებით მერიაში და უკვე შექმნილია გადაადგილების პრობლემა, მანქანებს უჭირთ მოძრაობის გაგრძელება. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. აქვე გეტყვით იმას, რომ სოციალურ ქსელში შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, მოხალისეები გამოხატავენ გურიაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების სურვილს და ამას თავიანთი ძალებით ცდილობენ. ხელისუფლების ორგანიზებით შექმნილია არაერთი სპეციალური ჯგუფი, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ისინი, ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. პირველად ვარ მეორეჯერ ჩემ ცხოვრებაში მეორეჯერ ამ ხელა დიდი თოვლი მოვიდა. ჩაკეტილი კი ვარ, პირობები ახლა სუქი არა გვაქვს. ხო, ითიშება ხშირად და ეგერ ჩატეხა ყველაფერი ხეები ჩაგვიტეხა და ასეთ პირობებში ვართ, რომ მაღაზიები არა გვაქვს ახლო რომ შევიძინოთ საჭმელი, ხო. ხო და ასეთ პირობებში ვართ, რაც გვაქვს გაკეთებული მარანში რაც გვაქვს ის ხმაროთ იმით და ვართ აგერ დროებით ღმერთის წყალობით ველოდებით რომ ამინდი გამოვა და გამოვალ კაი მდგომარეობაში. ძალიან ცუდი მდგომარეობა, ასეთი ცუდი ამინდი 85 წელს იყო და მე ნამდვილად არ ყოფილა ურეკში მაინც ჩვენთან. მარაგიც ყოველ შემთხვევაში რო არ ველოდებოდით არც მქონდა ახლა იმდენ მე პირადად მაღაზია მაქვს და რაც მქონდა მაღაზიაში ადგილობრივი მოსახლეობა
გაზა, რაც გვეყოფა ცოტა 2 დღის საკმარია, მეტი არა. წუხელის ღამე 11 საათზე შემოვიტანეთ ეგ 2 კილომეტრიდან ზურგით პური. ოზურგეთიდან დილას წამოსული 9 საათზე ჩამოვიდა 10 საათი იყო. იქედან მერე ზურგით მოიტანა ბიჭებმა. ინტენსიურად წმინდა ტექნიკა, მაგრამ მაინც ღამე გაიწმინდა, გათოვდა, ისევ დაიკეტა გზები. ძალიან ბევრი ზარალი კი გვაქვს, მაგრამ რა ვიცი, ყველაფერს ეშველება სიცოცხლის ცოტა ჩამოინგრა რაღაცეები. ახლა როგორ არ არის, მაგრამ ეშველება ყველაფერს ჩვენო მთავარია შვიდობა იყოს. გაუსაძლისი მდგომარეობა გაგვიხდა, ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. არა აქვს ხალხს, არც პური, არც შეშა, არც გაზი არის ღმერთის წყალობით, არც დენი და ვიყინებით ბავშვებიანად სკოლა დათხოვილია, ბაღი დათხოვილია, სახლები ჩავარდააგერ, მეზობლიც ეგერ დენი არ არის, ძირითადად რაც უნდა კონდეს ადამიანს ის არაფერი არ არის და ჩვენ კიდე ვითვენთ დიდები, მაგრამ პატარები ვერ მოითფენს ამ გაჭირებას. თოვლი ისევ მატულობს სახურაები ბევრ ადგილას ჩავარდა, გამოუვალი მდგომარეობა, ხალხი ვერ მიდის რომ დაჭირდეს, მიხმარება გაწმენდით სამუშაოები ცოტა იმათან შეფერხებული არის. ძირითადად ახლა შუქი მოვიდა, გაზი ფუნქციონირებს, რაღაცა არის ჩართული არის გაზიც და ყველანაირად ცდილობენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი კიდე ამისათვის. ამიტომ მეტი გვჭირდება, მეტი ყურადღება გვჭირდება. სოფლებში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, თვითონ შრომაში ზემოთ გზა გაუკვალავია, ხალხს უჭირს მოძრაობა, გადაადგილება სასწრაფო ვერ ადის, ნაძვები ჩამოსაბელია, ხაზები დამჟარია ხაზებზე და ამიტომ უნდა ამ მხრივ ცოტა მეტი ყურადღება უნდა იყოს. 4 დღეა გადაუღებლად თოვს, სტიქია გვიტევს, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანებული იყო გაზის კომუნიკაციაც, მაგრამ შესაბამისად სამუშაოები მუშაობს და გაზი 100% აღდგენილია და ელექტროენერგია ნაწილობრივ აღდგენილია. ეხლა მიმდინარეობს შიდაგზების სამუშაოები, რომ როგორმე ადამიანები დავაკავშიროთ ცენტრალურ გზას. ძირითადი პრობლემები სახეებია, წაქცეული ძირითად გზად ვსარგებლობ და ალტერნატიული გზით ვცდილობ, რომ დავაკავშიროს ადამიანები ცენტრალურ გზას. უმძიმესი მდგომარეობაა, ინტენსიური თოვა, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის მობილიზება, თავიდან გადაწყვეტილი იყო, ვერანაირი ტექნიკა ვერ მუშაობს, ქინის საბურავებიანი ტექნიკის გარდა, არის თოვლი ადგილები, სადაც ფიზიკურად ესენიც ვერ ერევა ამ სიტუაციას, მოსახლეობა ითხოვს შველას, მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ არის ადგილები, სადაც კომუნიკაციას ვერც ვამყარებ და ვერც მივდივართ ადგილებს. თოვა გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში და ამ ეტაპზე გვაქვს ეს ვითარება. სხვადასხვა ადგილებში, აცანაში, აკეთში, მამათში, ჩოჩხატში, ნიბზიანში, სუფსაში, მაღელეში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არის სახლები, სადაც ჩამონგრეულია. ზოგი ჩარეული ცარიელი იყო, ზოგი ცხოვრობდა. ტექნიკა მუშაობს, მაგრამ ივსება, გაწმენდილი გზა, ხელახლა გასაწმენდი ხდება. დითოვლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. აღნიშნული განკარგულება, აღნიშნული ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამოსცა.